მედია ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს, ისევე როგორც ვთქვით, განათლებას, განათლების ერთ-ერთი მედიუმი, ასე ვთქვათ, განათლება, მათ შორის რეკლამა, მედია და მათ შორის რეკლამაც და სხვა საკომუნიკაციო ინსტრუმენტები. მედიაში ფართოდ გულისხმობ არა მხოლოდ ტრადიციულ მედიას, არამედ სოციალურ მედიასაც და ძლიერი ინსტრუმენტია და მას შეუძლია შექმნას და გაამყაროს ეს გენდერული სტერეოტიპები, რადგან ახლა გენდერულ საკითხებზე ვსაუბრობთ, ისევე პირიქით ხელი შეუშალოს და ასე ვთქვათ, ცნობიერება გაანათლოს ისე, რომ რაღაც კრიტიკულად შეხედოს საზოგადოებამ, ადამიანებმა იმ სტანდარტულ თუ გენდერულ ტრადიციულ როლებს, რაც არსებობს. ამიტომ ეთიკურ მედიას ძალიან განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ეთიკურ რეკლამას განსაკუთრებით თანამედროვე სამყაროში, როცა სრულად რეკლამა არ უნდა იყოს რაღაც არქაულ წინაწარმოებებზე დამყარებული და ესე შეხვდება ქართულ სარეკლამო ინდუსტრიაში სამწუხაროდ. ერთი რომელიმე ინსტიტუტის პასუხისმგებლობა არ არის, როგორც თქვით, ამას კომპლექსური მიდგომა ჭირდება, იმიტომ რომ პრობლემა კომპლექსურია. ეს რაღაცა ოჯახში შეიძლება ძალიან თანასწორ გარემოში იზრდებოდეს ადამიანი, მაგრამ უყურებდეს რაღაც ძალიან სექსისტურ რეკლამებს და აქედან იღებდეს რაღაც გარკვეულ წარმოდგენებს, ვინ უნდა იყოს ქალი, როგორ უნდა იყოს კაცი, ან სკოლაში ეწოდებოდეს არასწორი ინფორმაცია მისი როლის და ფუნქციის შესახებ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიას თავისი ეთიკური სტანდარტები ჰქონდეს, განათლებაში არსებობდეს გარკვეული მიზნები, რომ თანასწორ ინკლუზიურ გარემოზე იყოს მორგებული და რა თქმა უნდა აი ეს მიდგომა საერთო სტრატეგიული და კომპლექსური შექმნის თანასწორ გარემოს, მათ შორის დასაქმების ადგილზე, მათ შორის სკოლაში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში თუ მედიაში.